ინფრასტრუქტურის მინისტრი მოადგილეებთან და სამინისტრო სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად კასპიისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნურება. სოხაძე უშუალოდ იმყოფებოდა მშენებლობის ადგილზე, ანა შეპკინა გვიამბობს. კასპიისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ერთდროულად ხორციელდება საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის 10-ზე მეტი პროექტი. მათი უმეტესობა 50-დან 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. 6 სოფელში ახალი ბაღი აშენდება, 2-ში კი განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. ახალი სკოლა შენდება იგოეთში, ის 120 მოსწავლისთვის იქნება გათვალისწინებული. ქარელის საჯარო სკოლასა და სოფელ აგარის 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა რემონტდება. პროექტების ფარგლებში გაიხსნება ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და მოეწყობა ყველა საჭირო საინჟინრო ინფრასტრუქტურა. აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების შენებლობა, როგორც ბაღები, ასევე სკოლები. ზოგი მიმდინარე წელს, ზოგი მომავალ წელს უკვე გაიხსნება. აქამდე ჩვენ სწავლობდით ძალიან ძველ სკოლაში, პატარა სკოლა იყო, 2 წლიანი სწავლება ჰქონდა შესაბამისად და რა თქმა უნდა, ეხლა ახალ სკოლაში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. რეგიონში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის აღდგენის პროექტებიც. ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება კასპში, ქარელსა და გორში, ასევე სოფლებში, იგოეთსა და მრგვალ ჭალაში. პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარების, სატუმბის სადგურების და სათავე ნაგებობების მოწყობას. პროექტები მომავალ წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული არის სრულიად ახალი რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური და შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა, ასევე სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია. საათობრივ ქონდა წყალი, მაგრამ პროექტის დასრულების მერე გვექნება 24 საათიანი წყალი. ცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად კი იწყება ქსანი სასხორის გზის რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე 389 მეტრის სიგრძის ახალი ხიდის მშენებლობა. პროექტი შეამცირებს მანძილს ნიჩბისი დიდგორის მიმართულებით და მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, განსაკუთრებით კი თბილისის შესასვლელი მონაკვეთის სატრანსპორტო ნაკადებს. აღნიშნული გზა მისცემს საშუალებას და ხიდი, რომ მდინარის ორი ნაპირას ცხოვრები ხალხი ერთმანეთს დააკავშიროს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით. პროექტი ასევე განმუხტავს ავტომაგისტრალის ცხეთის მონაკვეთს, ასევე თბილისის შესასვლელი მონაკვეთს და აღნიშნული პროექტი ასევე ხელშეუწყობს მოცემულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ზრდას. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. სტანდარტების შესაბამისი ხარისხის გარდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შესრულების ვადებსაც, ამიტომ სამინისტრო მონიტორინგს მკაცრად ახორციელებს. დავათვალიერეთ მიმდინარე პროექტები, სკოლების, ბაღების, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გვაქვს გარკვეული პრობლემები რამოდენიმე ობიექტზე და მუნიციპალური განვითარების ფონდი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.